დაფიქრებულ ხართ თუ არა, რისი ბრალი შეიძლება იყოს, როდესაც მაგალითად ადამიანი ძალიან აგვიანებს, ან ზოგადად აგვიანებს, ან ძალიან ადრე მიდის. არის რა თქმა უნდა ყველანაირი კატეგორია და არის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც მიდის უფრო ადრე, უფრო პუნქტუალური არის, ან მეტად პუნქტუალურია და ძალიან ბევრი საათით ადრე მიდის, ან არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად პუნქტუალურები არიან და აგვიანებენ. რის გამო შეიძლება იყოს ეს, როგორ შეიძლება ეს ვნახოთ ნატალურ რუკაში. ეს ყველაფერი არის მთლიანად სატურნის გავლენა. სატურნი ზოგადად მართავს დროს და შესაბამისად ნებისმიერი დროსთან ესე ვთქვათ გადამკვეთი პრობლემები არის სატურნის თემა. ის ადამიანი, რომელიც მიდის უფრო ადრე, არის უფრო პუნქტუალური, შესაბამისად სატურნი ყავს შედარებით უფრო ძლიერი ან ჰარმონიული და მიდის ადრე. თუ მიდის მეტად ადრე, 1-2 საათით ადრე, ესეც დროსაც ეს არის გადაჭარბებული სატურნის გავლენა, ესეც რა თქმა უნდა დასამუშავებელი არის და შესაბამისად ესეც სატურნის ბრალია. თუ ადამიანი მიდის ძალიან გვიან ან აგვიანებს ხშირად, ეს არის იგივენაირად სატურნის პრობლემა, ამ შემთხვევაში სატურნი იქნება სუსტი ან იქნება დაზიანებული და შესაბამისად ამის გამო ადამიანი ან ოდნავ აგვიანებს, გააჩნია უკვე პასუხისმგებლობის დონე რამდენად დაზიანებული არის, ან ძალიან აგვიანებს. უპასუხისმგებლო ადამიანები. სატურნი ზოგადად თუ დაზიანებული არის, როგორ ვთქვა, ამახინჯებს დროის აღქმის უნარს ადამიანის ხასიათში და შესაბამისად ესეთ ადამიანს ან გონია რომ ყველგან მიასწრებს და არაფერი საჩქარო არ არის და მივალ თავის დროზე, ანუ ვერ აღიქვამს აი იმ დროის ფაქტორს, არ შეუძლია ესე ვთქვათ კონკრეტულად მიხვდეს გაზომოს დრო ზუსტად, გათვალოს ზუსტად ეს თავისი დრო, რომ მიასწრებს თუ არა სადმე, მივა თუ არა თავის დროზე, ანუ პრობლემა არის ილუზორული, რომ გონია ადამიანს რომ მივალ და მივასწრებ არანაირი პრობლემა არ არის და არც არ მეჩქარება, ან პირიქით გონია რომ ვერ მივასწრებ და მაგვიანდება 1 საათით იქ რო რაღაც მოხდეს და მიდის 1-2 საათით ადრე და ანუ ყველანაირი ესეთი პრობლემა, როდესაც ადამიანი ვერ თulis ზუსტად რომ მივიდეს მაგალითად კონკრეტულ ადგილზე მაგალითად 5 წუთით ადრე, 10 წუთით ადრე, ხო, აი 30 საათის ფარგლებში პლუს-მინუს დაიშვება, რომ შეიძლება და ნორმალური ადამიანი მივიდეს ადრე. 9 საათით მაქსიმუმ, მაგრამ როდესაც არის 10 საათით ადრე, 2 საათით ადრე რომ მიდიხარ ან აგვიანებ ამდენ ხანს, საათს და 2 საათს, ეს უკვე არ არის ნორმა. დაგვიანება 9 საათით არ არის ნორმა, დაგვიანების შემთხვევაში ალბათ 5-10 წუთი შეიძლება იყოს ნორმა დაგვიანების და შესაბამისად სხვა დანარჩენი უფრო მაღლა არის უკვე ანომალია, ეს არის არასწორი აღქმა დროის და არის რა თქმა უნდა დასამუშავებელი.